პატიმარი პედაგოგი საქმეს განიხილავენ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში. ეს პირველი პროცესია მას შემდეგ, რაც პროკურატურამ დათაშვილისთვის იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა. ადვოკატებმა სხდომაზე სასამართლოსა და პროკურორების აცილება მოითხოვეს. ნუცა ბახუტაშვილი მოგვიყვება ახალ დეტალებს. ნუცა, რა თქვა სინდისის პატიმარმა სხდომაზე? გიორგი, როგორც გაირკვა, ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა გუშინ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში. სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტი დავით მაღრაძე იმყოფებოდა, რომელიც არის ფსიქიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სწორედ მან შეამოწმა ნინო დათაშვილი, მას ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ სასამართლოს სხდომათა დარბაზში თავად ნინო დათაშვილმა განაცხადა, მას ხელში ეკავა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა, რომ დავით მაღრაძე იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და ხელმძღვანელობდა მის ფსიქიატრიულ შემოწმებას. ნინო დათაშვილმა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას და ამ განჩინებას უწოდა სამარცხვინო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მან თქვა, რომ ეს არის საბჭოთა კავშირის დაბრუნება და რომ არ ეთანხმება და არ იზიარებს მისი პირადი მონაცემების გასაჯაროებას პროკურატურის მხრიდან. თავის მხრივ პროკურატურამ კი უარყო ის, რომ თითქოს მათი განზრახვა ნინო დათაშვილის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროება იყო. საინტერესო იყო ის შუამდგომლობები, რომელიც სხდომის გახსნის პირველივე წუთიდან დააყენეს ნინო დათაშვილის ადვოკატებმა. პირველი შუამდგომლობა ეხებოდა საერთო სასამართლოების შემადგენლობის და მოსამართლის აცილებას, რადგანაც საქმეში დაზარალებულად და მოწმეებად ფიგურირებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლები, კერძოდ მანდატურები და შესაბამისად არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ სასამართლომ საქმის განხილვისას ვერ იქნება ობიექტური, არსებობს ინტერესთა კონფლიქტი და შესაბამისად მოითხოვეს სხვა რაიონულ სასამართლოში ამ საქმის განხილვა და გადატანა. ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ შუამდგომლობასთან დაკავშირებით სასამართლო. მოსამართლე ლელა კალიჩენკო განიხილავს ნინო დათაშვილის წინა სასამართლოს სხდომაზე მიმდინარე პროცესს. ასევე დააყენეს პროკურორ მედია ცირამუას აცილების შუამდგომლობაც, მაგრამ მედია ცირამუა თავად პროკურორი არც ამ შუამდგომლობას დაეთანხმა. მან თქვა, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობები დაუსაბუთებელია და არ არსებობს არც ინტერესთა კონფლიქტი და არც პროკურორის აცილების შუამდგომლობის სამართლებრივი საფუძველი. მნიშვნელოვანი იყო ნინო დათაშვილის მიმართვა, რომელმაც თქვა, რომ მას ყოველ ჯერზე უწევს მოძალადეებთან შეხვედრა. ის თავად არის ამ საქმეში დაზარალებული და ამ დრომდე პროკურატურას ის არ გამოუკითხავს, არ დაინტერესებულა ამ საქმეზე დაკავებული დაზარალებულის მდგომარეობით. როგორც მაყურებელმა იცის, ნინო დათაშვილს ედავებიან მანდატურზე თავდასხმას და ნინო დათაშვილი ამტკიცებდა მთელი ამ დროის განმავლობაში, რომ მანდატურები მას თავად გაუსწორდნენ ფიზიკურად და მისი მხრიდან თავდასხმას ადგილი არ ჰქონია. ის უბრალოდ იგერიებდა მანდატურების მხრიდან წამოსულ ძალადობას. მე ყოველ ჯერზე მიწევს ჩემზე თავდამსხმელებისა და მოძალადეების ნახვა სასამართლოში და ეს არ არის მარტივი ჩემთვის. სასამართლოს შენობაში ყოველ ჯერზე პირისპირ მიწევს მათთან შეხვედრა. როცა შემოვდივარ, შევყავართ საკანში. მოძალადის დანახვა არ არის სასიამოვნო დაზარალებულისთვის. ჩემთვის ძალიან მძიმეა ყოველ ჯერზე მოძალადეების ხილვა. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიჭირს გადაადგილება, სადაც ვიმყოფები პენიტენციურ დაწესებულებაში. ფიქრობ, იქ ახლოს მდებარე სასამართლოში საქმის განხილვა იქნება მიზანშეწონილი. მოსამართლის ეს განჩინება, როდესაც მომიტანეს, არ ვიცი. ეს ჩემთვის არის სამარცხვინო ფურცელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს არის რეპრესია ჩემ მიმართ, ადვოკატების მიმართ, რადგან ადვოკატებზე აწარმოეს პროპაგანდა, რომ შენმა ადვოკატებმა მოითხოვეს ფსიქიატრიული ექსპერტიზაო. დღეს ასე მითხრეს პენიტენციურ დაწესებულებაში. პროკურატურას ეკითხა, ჩემთვის იქნებ მინდოდა მე ექსპერტიზა. ციხეში კვირაში ორჯერ ვბანაობ და იქ ყოველდღეა ბანაობაო და იქნებ მინდოდა ბანაობა. მინიმუმ არაკომპეტენტურობაა, დაგუგლა შეიძლება. რა არის ემოციური ლაბილობა. კურნალი ექიმები და ნეიროქირურგები ფსიქიატრიულ დიაგნოზს არ სვამენ. რა თქმა უნდა, არანაირი ფსიქიკური დიაგნოზი არ მაქვს. მაგრამ იცით თქვენ რა ქენით? საბჭოთა კოშმარი გაუცოცხლეთ ხალხს. გააძლიერეთ სტიგმა. ძალიან ბევრ ადამიანს არ მიუწვდება ხელი ფსიქიატრიაზე და ფსიქოთერაპიაზე. ძალიან ბევრ ადამიანს ჭირდება ეს და ეუბნებიან, რომ ადგილი არ გვაქვს. ძალიან ბევრი მოსწავლე გადამი მისამართებია ფსიქიატრთან, რადგან მას ჭირდებოდა ეს. არანაირი პრობლემა არ მაქვს ფსიქიატრთან მე. ჩვენთან ისედაც არის სტერეოტიპები ფსიქიატრ
ფსიქიატრიის მიმართ და არ მინდოდა ამის ხელშემწყობი ყოფილიყავი. ჩემმა ადვოკატებმა იმიტომ კი არ წარადგინეს ჩემი 2019 წლის ფორმაასი, რომ ჩემი დიაგნოზის ხერხემლის პრობლემის ფრიალი გვინდოდა. ეს განსაკუთრებული პერსონალური მონაცემია და იძულებული გაგხადა პროკურატურამ, რომ ამაზე გველაპარაკა. მხოლოდ იმიტომ ამოვიღეთ ხმა, რომ ეს არ გამხდარიყო პრეცედენტული საქმე. დაცვის მხარეს ამ სასამართლო პროცესზე ექნება ძალიან ბევრი შრომდგომობა დაყენებული, რაც დაკავშირებულია ნინოს უფლებების დარღვევასთან და გამოვლენილია პროკურატურის მხრიდან ნინოს უფლებების დარღვევის ფაქტები, ამას გულისხმობს სასამართლო პროცესთან დაკავშირებულ შრომდგომობებზე, რომელსაც აუცილებლად გავაჟღერებთ დაცვის მხარე, აუცილებლად მოვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვას, იმიტომ რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველი თავშივე არ იყო. ის სიცხლის სამართლის საქმე, სადაც ბრალდების ხარის ყველა მოწმე არის მისი თანამშრომელი, რა თქმა უნდა ჩდება გონივრული ეჭვი სასამართლოს ობიექტურობასთან დაკავშირებით, როგორც ჩემთვის ცნობილია, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს უკანონო და დაუსაფრთხებელი გადაწყვეტილება. ნახოთ, რას იზამს მოსამართლე, გააგრძელებს მის წინასწარ პატიმრობას თუ არა, რაც შეეხება ექსპერტიზას, ჯერჯერობით ნინო ისევ რუსთავის ციხეშია, გუშინ იქ იყო ყოველ შემთხვევაში, არ ამბობენ თარიღს, როდის აპირებენ გადაყვანას. ამ წუთებში სხდომათა დარბაზში დაცვის მხარეს აქვს შეკითხვები პროკურატურასთან უკვე ჩატარებულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით, როგორც მოგიყევით, დავით მაღრაძე შეაპარეს გუშინ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, როგორც ეს ადვოკატებმა და თავად ნინო დათაშვილმა თქვეს და ჩაუტარეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ნინო დათაშვილს, როგორც ადვოკატი ამბობს, მანამდე განჩინებაში მითითებული იყო, რომ ნინო დათაშვილს ესაჭიროებოდა სტაციონარული ექსპერტიზა, თუმცა მათ ჩაუტარეს ამბულატორიული ექსპერტიზა. ამასთან დაკავშირებით ითხოვს პასუხებს პროკურატურისგან, რატომ მოიტყუეს და რატომ ჩაწერეს არასწორი მითითება განჩინებაში, თუმცა ჯერჯერობით პროკურორისგან დაცვის მხარეს პასუხები ამასთან დაკავშირებით არ მიუღია, როგორც ნინო დათაშვილმა თქვა, ამასთანავე მას არ მისცეს ადვოკატთან დარეკვის და ამ პროცედურაზე დასწრების შესაძლებლობა. ჯერჯერობით უცნობია რა პოზიცია ექნება მოსამართლეს, სწორედ ამის გამოც მოითხოვა მათ შორის ადვოკატმა თამარ გაბოძემ პროკურორი მედიაცირამუას აცილება და უცნობია ჩვენთვის დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე ამ შუამდგომობას მაინც, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, დღეს დაცვის მხარე ასევე დააყენებს შუამდგომობას აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებითაც. ისინი მოითხოვენ, რომ ნინო დათაშვილს შეეფარდოს უფრო ნაკლებად მძიმე აღკვეთი ღონისძიების ფორმა და პატიმრობიდან გაათავისუფლონ, რადგან აღარ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ ნინო დათაშვილი დარჩეს პატიმრობაში. ამასთან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუარესებული, როგორც ამის შესახებ ადვოკატმაც ისაუბრა და სწორედ ეს გარემოებები ქმნის საფუძველს იმისა, რომ ნინო დათაშვილი გაათავისუფლონ და ისე გაგრძელდეს სამართალწარმოება, როგორც გითხარით, ჯერ არ ვიცით რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე წარდგენილ შუამდგომობებთან დაკავშირებით.